დატების საპრეზიდენტო არჩევნებია გადაცემის ამ ნაწილის თემა. Პირველი ვინც ამ ბლოკში ჩვენ შეკითხვებს უპასუხებს, უშუალოდ საბჭოს დილის მოადგილე ვანო მაჭავარიანი იქნება. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. Სამშვიდობოს. ბატონ ვანო, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ვინ შეიძლება იყოს საქართველოსთვის ფავორიტი კანდიდატი ამ შემთხვევაში? თქვენი პოსტიდან გამომდინარე, შეგიძლიათ თუ არა ამაზე მეტნაკლების სიცხადით და სიმკვეთრით ისაუბროთ, ტრამპი თუ კლინტონი? ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ურთიერთობები შეიძლება ფორმით, ესე ვთქვათ, განსხვავებული იყოს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან იქნება ძალიან მჭიდრო. მე უბრალოდ მიმაჩნია, რომ ეს არის ახალი შესაძლებლობა ახალ ადმინისტრაციასთან, რომ მთავრობამ, პრეზიდენტმა ზუსტად ამაზე იმუშაონ, რომ ეს ურთიერთობა გახდეს უფრო მჭიდრო, უფრო კონკრეტული, იმისთვის, რომ საქართველოს დაცულობა იქნება ეს თუ დემოკრატიული განვითარება, თუ ეკონომიკური განვითარება იყოს უფრო, ესე ვთქვათ, ეფექტიანი. ამაზე მე მგონი უნდა იყოს კონცენტრირება. გადაწყვეტილება იქნება მიღებული უახლოეს პერიოდში, არჩევნების შედეგები ალბათ ხვალ უკვე გვეცოდინება და თავისთავად ის, რომ ეს სტრატეგიული ურთიერთობები არანაირი საფრთხის ქვეშ არ არის, მე ვაშინგტონშიც ვიყავი რამოდენიმე ხნის წინ, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელდება და ფორმებს, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე და საქართველოს მთავრობაზე, იმისთვის, რომ რეალურად თავის შედეგი გამოიღოს. საქართველოს მოქალაქეები რის მიხედვითაც შეიძლება მსჯელობდნენ, თქვათ, ტრამპისა და ჰილარი კლინტონის შესახებ, ერთ-ერთი მთავარი საკითხი ალბათ არის მათი დამოკიდებულება რუსეთთან მიმართებით. აი, რა მოლოდინი შეიძლება კონდეს ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში, საქართველოს კონტექსტში რა შეიძლება შეიცვალოს? მოდით დავიწყოთ თუნდაც ჰილარი კლინტონზე საუბრით და შემდეგ ტრამპზე გადავიდეთ. ცხადია, რომ ქალბატონ ჰილარი კლინტონის მრჩეველთა გუნდი ძალიან ახლოს იცნობს საქართველოს რეალობას. ქალბატონ ჰილარი თვითონ საქართველოში ნამყოფია, როგორც დივანი, მას ჰქონდა ძალიან სერიოზული, ესე ვთქვათ, პაკეტი საქართველოსთან მიმართებაში, სწორედ რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების თვალსაზრისით. ის, რომ უფრო მეტად იქნებიან ამ თვალსაზრისით გათვითცნობიერებული პირველ ეტაპზე, ცხადია, მაგრამ ამავე დროს ტრამპის განცხადებები, რაც ჩვენ გვესმის წინასაარჩევნოდ, ერთი არის წინასაარჩევნო ძალიან მკვეთრი განცხადებები, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რეალობა, რომელიც მას როგორც აღმასრულებელს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დახვდება თავდაცვის დეპარტამენტში, სახელმწიფო დეპარტამენტში თუ სხვაგან, სადაც ეს თანამშრომლობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მხოლოდ ღრმავდება, არსებობს ქარტი, არის უკვე კონკრეტული მონახაზი იმ თანამშრომლობისა და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის საქართველოს შესაძლებლობა ახალი ურთიერთობის დაწყებისა და ამ თვალსაზრისით უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი იმდენ შეცდომას დაუშვებს ამერიკის შეერთებულ ურთიერთობაში, რომ რეალურად საქართველოს როლი შავ ზღვაზე, ევროპულ უსაფრთხოებაში თუ ეკონომიკურ განვითარებაში, ევრაზიის და შავი ზღვის მიმართულებით მხოლოდ და მხოლოდ გაძლიერდება. შესაძლებლობები საქართველოსთვის თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ ეს სიტყვა. სოფლიოში არის ძალიან ბევრი პრობლემა და ახალ პრეზიდენტს ამ პრობლემებთან შეჭიდება მოუწევს. საქართველო რამდენად არის პრიორიტეტულ საკითხთა სიის, ასე ვთქვათ, სათავეში ამ საკითხებს შორის, აი შესაძლებლობას რაში ხედავთ საქართველოსთვის, რომ მან ახალ პრეზიდენტთან აი ამ შესაძლებლობების რეალიზება შეძლოს? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მიმაჩნია სწორად იმის საუბარი, რომ სათავეშია თუ არ არის სათავეში, ფაქტია, რომ დღის წესრიგში ჩვენი ურთიერთობების გაღრმავება არის. სწორედ ადმინისტრაციის დეპარტამენტების დონეზე ძალიან სერიოზული დეტალიზაცია ხდება იმ ურთიერთობების. ამ თვალსაზრისით ჩვენ ჩართული ვართ უშუალოდ საბჭო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ურთიერთობებში. ცხადია ერთი რამ, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების და ზოგადად ნატოს შავი ზღვის წევრი ქვეყნების და მათ შორის პარტნიორი ქვეყნების წევრების უსაფრთხოება, მათი ეკონომიკური განვითარება და გარკვეულწილად ის მექანიზმები, რომელიც უნდა შეიქმნას რუსეთის აგრესიის ან აგრესიული პოლიტიკის თავიდან ასარიდებლად და შესაკავებლად, ეს არის ზუსტად ის თემები, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით ჩვენ ამერიკულ პარტნიორებს. რა თქმა უნდა, უმაღლეს დონეზე ეს საუბარი უნდა გაგრძელდეს, უნდა იყოს უფრო მეტი
და ეფექტიანი იმისთვის, რომ რეალურად შედეგი მივიღოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონტაქტებს რაც შეეხება, აი ახსენეთ ჰილარი კლინტონისა და საქართველოს ურთიერთობა, ის რომ მას აქ ჰქონდა ვიზიტი, ტრამპის შემთხვევაში ეს უფრო რთული მისაღწევი იქნება, უფრო მეტი იქნება ამ მიმართულებით სამუშაო, რომ საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია უფრო მეტად მოხდეს შეერთებული შტატების მმართველ წრეებში. ეცეთ მე მგონი ვნახოთ ზუსტად რა შედეგით დასრულდება არჩევნები, საკმაოდ ყველას აქვს თავის პროგნოზე, უმეტესწილად თანხმდებიან პროგნოზის ასე ვთქვათ გარკვეულ შედეგებზე, რომელიც ამ თვალსაზრისით მხოლოდ და მხოლოდ თვალ უკვე რაღაც ერთ დღეში გაირკვევა. რა თქმა უნდა, ტრამპს აქვს თავის პირადი პოზიციები, არის მრჩეველთა ჯგუფი, რომელიც მუშაობს მასთან, არის სახელმწიფო უწყებები და კიდევ ერთხელ რუსეთი ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებს, მას აქვს ძალიან კონკრეტული დღის წესრიგი, რომელიც ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ამბობ, ძალიან რთული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რომ შეცდომები არ დაუშვას და ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყანა, რომელიც ზუსტად მონაწილეობს საერთაშორისო უსაფრთხოების, საერთაშორისო სტაბილურობის უზრუნველყოფაში ევროპაში და საქართველოს მიაჩნია, რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, ამ თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ ჩვენზე არის დამოკიდებული ჩვენი აქტიურობით, რამდენად შევძლებთ დღის წესრიგი, ესე ვთქვათ, გავააქტიუროთ. მე ამაზე მხოლოდ შემიძლია გესაუბროთ. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. უშრობის საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა გიორგი რუხაძე შემოგვიერთდება, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. საღამომშვიდობისა, ბატონო გიორგი, გმადლობთ რომ ხართ ჩვენს სტუდიაში. თქვენც ეს შეკითხვა მინდა თავდაპირველად დაგისვათ. საქართველოსთვის რომელი კანდიდატი შეიძლება იყოს ფავორიტი? გასაგებია, რომ საჯარო მოხელეები, სახელმწიფოს მმართველობაში ყოფილი ადამიანები ვთქვათ, სიფრთხილეს იჩენენ ამ მიმართულებით და კონკრეტიკაზე არ მიდიან. ეს გასაგებია აბსოლუტურად, მაგრამ აი თქვენ როგორც ექსპერტს რა შეგიძლიათ გითხრათ ამაზე? მოგესალმებით, ტელემაყურებელს მივესალმები. ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენი არჩევანი, ამერიკელმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი პრეზიდენტი. არჩევნების შედეგები სულ მალე სავარაუდოდ ხვალ საღამოს უკვე გვეცოდინება. ის თუ რა არის, რომელი კანდიდატის გამარჯვება იქნება უკეთესი საქართველოსთვის, ასე მარტივად ამაზე მსჯელობა ალბათ არ შეიძლება. მე ნაწილობრივ დავეთანხმები ბატონ ვანოს, რომელიც ჩემს წინ საუბრობდა და თავისთავად არაფერი არ მოხდება არც ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. საქართველოსზე იქნება დამოკიდებული, საქართველოს ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად გასაგებად ჩამოყალიბებული დღის წესრიგი ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რამდენად აქტიური იქნებიან ამ მიმართულებით და რამდენად მოახერხებენ ისინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის და ამერიკის ახალი პრეზიდენტის და ადმინისტრაციის დღის წესრიგში ჩაჯდეს საქართველოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ახლა ზოგადად თუ შევადარებთ კანდიდატებს, ბუნებრივია. აქ საქმე გვაქვს პოლიტიკოსთან, რომელიც არის გამოცდილი, რომელმაც გაიარა პოლიტიკური პროცესის თითქმის ყველა საფეხური. ქალბატონი კლინტონი იყო სენატის წევრი 8 წლის განმავლობაში, შემდეგ ის იყო სახელმწიფო მდივანი 4 წლის განმავლობაში, ის იყო საპრეზიდენტო კანდიდატი და იბრძოლა პრაიმერიში. შესაბამისად, ის საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული კავკასიის, აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის საკითხებში. ის თავად არის ერთ-ერთი თანაავტორი გადატვირთვის პოლიტიკის რუსეთთან, რომელმაც არ იმუშავა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს უპირატესობა იქნება ამ კანდიდატისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ერთი და იგივე შეცდომას ორჯერ ის არ დაუშვებს. აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ბუნებრივია, რომ ვიფიქროთ, რომ ქალბატონი კლინტონის გაპრეზიდენტება გაუმარტივებდა თითქოს საქართველოს ხელისუფლებას და ზოგადად საქართველოს თავის ამოცანებს და ამავე დროს თუ ამ ჭრილში შევადარებთ მას დონალდ ტრამპს, ის ასე ვთქვათ ახალია პოლიტიკაში, მას არ აქვს პოლიტიკური გამოცდილება განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის დარგში და ის მაინც პოლიტიკას უფრო უყურებს ბიზნესის გადასახედიდან, უფრო შიდა პოლიტიკაზე აკეთებს აქცენტს, თუმცა მას ჰქონდა წინასაარჩევნო პერიოდში
საგარეო პოლიტიკაზე განცხადებებიც. ესე პირდაპირ თქვა, რომ ანუ ეს კანდიდატი უკეთესია თუ ის კანდიდატი ბუნებრივია არასწორია. ეს საქართველოსთვის. მოდით აი თუ შევხედავთ თქვა რუსეთისთვის ამ შემთხვევაში რუსეთი რა შეიძლება მოელოდეს ამ არჩევნების შედეგიდან? ბუნებრივია რუსეთი აშკარად და პირდაპირ რუსეთის ხელისუფლებაზეა საუბარი, მხარს უჭერს ტრამპს, იმიტომ კი არა რომ რეალურად ტრამპი მისთვის მისაღები კანდიდატია ან რაიმე სიახლოვე აქვს მაგალითად პუტინსა და ტრამპს ერთმანეთთან. აქ რუსეთის ამოცანა ძალიან პირდაპირ და გასაგებია. ის ცდილობს რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამოაგდოს ნორმალური პოლიტიკური ჩარჩოდან, ნორმალური პოლიტიკური განვითარების მდგომარეობიდან და გადაიყვანოს უფრო ექსტრაორდინალურ მდგომარეობაში. იქიდან გამომდინარეც რომ ტრამპი და თუ მისი არჩევა მოხდება, ეს იქნება ერთგვარი ექსპერიმენტი ამერიკულ პოლიტიკაში და ასევე იქნება განაცხადი ამერიკელი ხალხისა, რომ ის ეძებს რაღაც ახალს, არა იმას, რაც აი ამ გასული 10 წლეულების განმავლობაში ქონია ამერიკულ პოლიტიკას, არამედ რაღაც ახალს და განსაკუთრებულს. აი, ამას ამბობთ, რაღაც ახალს. ეს რაღაც ახალი რა იყო ამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რაც ტრამპმა შესთავაზა ამერიკელ ამომრჩეველს? ისე რა, აქ არ იყო ფუნდამენტურად რაიმე ახალი, უბრალოდ ის მიმართულება, რომელიც დაიწყო ევროკავშირში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაღაც მემარჯვენე ულტრამემარჯვენე მიმართულებით პოპულისტური კანდიდატები, რომლებიც ცდილობდნენ რომ პოპულიზმით, სენსაციური განცხადებებით, რადიკალური განცხადებებით მიექციათ ყურადღება და შემდეგ ამაზე მოეხდინათ კაპიტალიზაცია და ამის მაგალითია მაგალითად ჰოლანდიაში ხერტ ვილდერსი, საფრანგეთში მარი ლეპენი, იქ ავსტრიაში, გერმანიაში, რა თქმა უნდა, გერმანიაში ასე ვთქვათ აუф პარტიამ ვერ მიაღწია სადავეს, მაგრამ მათ 5%-იანი ბარიერი გადალახეს ევროპარლამენტის არჩევნებში და დღეს სერიოზულ კონკურენციას უწევენ უკვე მერკელის CDU-ს. ანუ ევროპაში ეს პოპულისტური მემარჯვენე მიმართულება ასევე ყურადსაღებია გაერთიანებულ სამეფოში პარტია UKIP და ნაიჯელ ფარაჟი, რომელმაც მართალია არჩევნებში წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ მან შექმნა რეალურად ახალი პოლიტიკური დღესწესრიგი და ის რომ ჩატარდა არჩევნები და არჩევნები კი არა და რეფერენდუმი და გაერთიანებულმა სამეფომ მიიღო გადაწყვეტილება რომ დატოვოს ევროკავშირი, ეს სწორედაც რომ მემარჯვენე პოპულისტური პოლიტიკოსების ასე ვთქვათ აქტივობის შედეგია. ეს მოდი ასე ვთქვათ ეს მიმართულება ეს გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა იმას რომ დონალდ ტრამპი მოახერხებდა პრაიმერისში გამარჯვებას. ხო, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, მის გამარჯვების შანსებს ვაფასებდით ძალიან ანუ დაბალ თამასაზე, მაგრამ რეალურად სხვაგვარად მოხდა. დღესაც კლინტონსაც ძალიან ბევრად უკეთესი შანსი აქვს გამარჯვების, თუ კი ავიღებთ ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების სისტემას, რომელიც სულ არ არის პროპორციული და თუ საინტერესო იქნება თქვენი აზრით, მე შემიძლია აღხსნა როგორ ირჩევენ ამერიკელები. მოკლედ უნდა გავაკეთოთ, ბევრი დროც არ დაგვრჩა და ძალიან მოკლედ მთავარი გზავნილები ამ მიმართულებით, ხომ? აქ საარჩევნო კოლეგიაზე არის ლაპარაკი, რომელიც ირჩევს საბოლოოდ ამერიკის პრეზიდენტს. გისმენთ? ანუ ძალიან ბევრს გონია რომ ამერიკის პრეზიდენტს ირჩევს ამერიკელი ხალხი პირდაპირ წესით, რეალურად ეს არ არის. ამერიკის პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც შედის 528 წევრი. და ამ წევრების უმრავლესობა, რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატების შტატებს, სწორედ ისინი ირჩევენ პრეზიდენტს. 253 კოლეგიის წევრიდან აუცილებელია 270 ხმა იმისთვის რომ ესა თუ ის კანდიდატი გახდეს პრეზიდენტი. შესაბამისად დეტალებში არ შევალ, მაგრამ შესაძლოა კანდიდატმა მიიღოს პოპულარული ხმების უმრავლესობა, მაგრამ სულაც ვერ გახდეს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარეა ძნელად გასათვლელი ხშირი. კი ბატონო, აი არსებობს გარკვეული პროგნოზები, ხომ, ერთი მხრივ ამომრჩეველთა ხმებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ამ კოლეგიასთან დაკავშირებით, აი არსებული პროგნოზით კლინტონი ამომრჩეველთა
მკვლელთა კოლეგიის წევრთა 303 ხმას მიიღებს, ოღონდ ეს არის პროგნოზი, მხოლოდ ტრამპი კი 235-ს და რაც თქვენს თქვით, რომ 270 ხმა სჭირდება იმისთვის, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს რომელიმე კანდიდატი. თავარი მაინც არის ხოლმე ეგრეთ წოდებული მოქანავე შტატები, ანუ ის შტატები, რომლებიც ტრადიციულად არც დემოკრატებს ირჩევენ და არც რესპუბლიკელებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი იქნება ფლორიდის შტატი, გადამწყვეტი იქნება ოჰაიო და გადამწყვეტი იქნება პენსილვანია. ასე ვთქვათ, არსებობს შტატები, რომელიც წინასწარ შეგვიძლია არსებობს შტატები, სადაც წინასწარ შეგვიძლია დავითვალოთ რაღაცები, მაგრამ არსებობს შტატები, სადაც მხოლოდ არჩევნების დღე უპასუხებს ამ შეკითხვას. ხო, ასევე მნიშვნელოვანია ერთი რამ ვიცოდეთ, რომ როდესაც ზედმეტად კრიტიკულად უყურებენ ხოლმე დონალდ ტრამპს, აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ის არ არის ტრადიციული პოლიტიკოსი და შესაბამისად წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული გზავნილები სულაც არ ნიშნავს, რომ ეს გზავნილები გადაითარგმნება შემდეგ პოლიტიკაში და ზუსტად იმ ფორმით მოხდება მათი აღსრულება, რა ფორმითაც საარჩევნო პერიოდში ამ ტიპის კანდიდატები ცდილობენ манипуლირებას საზოგადოებაზე. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არის ძალიან გავლენიანი ფიგურა და ეს არის მსოფლიო პოლიტიკაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოსტი, სულაც არ ნიშნავს ეს იმას, რომ ამერიკის პრეზიდენტი წვეთს ყველაფერს. ამერიკის პრეზიდენტი არ არის უფრო მძლავრი ვიდრე ამერიკული პოლიტიკური სისტემა, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა პარლამენტისგანაც შედგება, რომელსაც 2 პალატა აქვს და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ ჩაიბარებს მნიშვნელოვან სამინისტრო პორტფელებს, კონკრეტულად ვინ გახდება სახელმწიფო მდივანი, ვინ იქნება პენტაგონის შეფი, ვინ იქნება უშიშროების საბჭოს მდივანი და ასე შემდეგ. ჯამში ამერიკულ პოლიტიკაში საკმარისზე მეტი დამაბალანსებელი ფაქტორები არსებობს იმისთვის, რომ რა გინდ ექსტრავაგანტული პრეზიდენტიც არ უნდა ჰყავდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეცდომების დაშვების ალბათობა დაიყვანონ მინიმუმამდე და ბოლოს მინდა ასეთი რამ ვთქვა, აქ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აი მაგალითად კლინტონი იქნება, ანუ საქართველოსადმი პოლიტიკა როგორ შეიცვლება ერთი ან მეორე კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში. პოლიტიკა არ შეიცვლება, პოლიტიკა არის უკვე განსაზღვრული და საქართველოსადმი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იქნება იგივენაირი. უბრალოდ ჩვენ უნდა შევხედოთ როგორ შეიცვლება საგარეო პოლიტიკა ზოგადად, მთლიანად როგორც მიმართულება და რომელი საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში იქნება უფრო აქტიური და უფრო ყოვლის მომცველი. ანუ და აი აქედან გამომდინარე შეგვიძლია მე ვისაუბროთ რა უფრო შედარებით მომგებიანი იქნება საქართველოსთვის საქართველოს აქტიურობის შემთხვევაში. გიორგი რუხაძე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, წინასწარი შედეგები ცნობილი გახდება 9 ნოემბერს, ანუ ხვალ დაახლოებით დილის 8 საათისთვის. გმადლობთ ყურადღებისთვის, ჩვენი ეთერი ამით დასრულებულია, რამდენიმე წუთში რვიანი ნინო შეჟილაშვილთან ერთად.